ბატონო ლექსი. აქ კიდე მე მინდა მიმართო იაღულ ხუჩიას რა რომ აი შენაირი ადამიანები რომ იძახიან რომ პოლიტიკაში უნდა ვიყოთ აი ეს არის უკვე დიდი მარაზმი და დიდი ნონსენსი რა და დიდი ამაზრზენობა რასაც შენ ქადაგებ აი ამ და ცდილობ რომ შეს პლატფორმა გამოიყენო რაც არის პარლამენტის მანდატი და ძალიან კარგია რომ მომავალ წელს და ეხლაც აღარ ხარ პარლამენტარი და უფრო ნაკლები შესაძლებლობა გექნება რომ ქართველ ადამიანს შენ მოუწოდო და სხვა ისეთი ღირებულებებისკენ უბიძგო რა ღირებულებებსაც ამდენ ხნის განმავლობაში უბიძგებდა ეს ადამიანი. დიახაც რომ შენი ბრალია რომ თუნდაც აი ეს მილიონი ადამიანი რომელიც თავად შენთან გააჟღერე რომ ნარკომომხმარებელია. დიახაც რომ შენაირების ბრალია, როდესაც დღესდღეობით ნარკოპოლიტიკაში, ესე რომ ვთქვათ, წახალისებულები იყვნენ. ბატონი ლექსო, ჯვარსაცვეს მილიონი კაცი რო თქვი, თქვენ არ არის სწორად. რა ვიცი, ეს კაცი იძახის თვითონ, მაგრამ არ ამგონია მართლაც მაგელას იფრიო. ანუ ფაქტია რომ თუ მილიონი ნარკომანი ყავს საქართველოს დაქცეულა. ფაქტია რომ მილიონი ნარკომანი ეს თქვენ ხوار ეხუბნებთ. ბატონ ნიკოლოზ, ნახეთ, ფაქტია რომ დღესდღეობით სახელმწიფო დაიწყო ძალიან მკაცრი პროპაგანდა და მკაცრი პრევენცია ამ ნარკოდილერების მიმართ და ნარკომანების მიმართ ზოგადად და იმდენ დღეში იწერენ დაახლოებით ბატონ ნიკოლოზ დაახლოებით იწერენ 50 კაცს დღეში ეს რომელიც ესე ვთქვათ სუყვე ეგრეთ წოდებული ნარკო ანუ ბარიგები არიან ეგრეთ წოდებული საზოგადოებისთვის რომ გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ბარიგები. ყოველ დღე რომ 50 ბარიგას დაიჭერ ასეთ პატარა ქვეყანაში, ესე იგი ცუდად არის შენი საქმე. კატასტროფული სიტუაციაა. აქედან გამომდინარე ესეთი ადამიანები, ესეთი ტელევიზიებში, ხო, ყველგან. აი ხა პირველ რიგზე მე ვერ გავიგე, რატო უნდა იჯდეს ეს კაცი. ყველა საინფორმაციო კარია ღია ამ ადამიანს და ჩემთვის ყოველთვის გაურკვეველია და ყოველთვის პროტესტის ესე ვთქვათ შემცვლელია რომ იაგო ხვიჩიამ რატო უნდა უკითხოს საზოგადოებას რაღაც მორალი ან თავისი აზრი უნდა მოახერხოს, როდესაც ეს ადამიანი მთავარი, ესე ვთქვათ, სათქმელი მისი არის, რომ უნდა გაირყვნას ქართველი ერი, უნდა გაბრუდეს, გაბუჟუდდეს და თვითონაც იძახის, რომ მე გაბუჟუებული ვარ, ანუ გაბრუებული ვარ და აი ამ გაბრუების საფუძველზე გესაუბრებთ. ანუ ნარკომომხმარებელი ვარ და როდესაც ნარკომომხმარებელი ვარ, შემდეგ ვაკეთებ საქმეს. და ესეთ ადამიანზე რატო უნდა იყოს ჩვენთვის ესე ვთქვათ რაიმე ფორმით წამახალისებელი მე კითხვას უსმამ ყველა იმ ტელევიზიის ესე ვთქვათ მენეჯერებს რომლებიც წყვეტენ თუ ვინ უნდა გავიდეს ეთერში ანუ რა სარგებელი მოაქვს მაგალითად იაგო ხვიჩიას ნააზრებს და ესე ვთქვათ მონათხრობს ოდესაც თქვენ სწორად აღნიშნეთ ხო მისი წართული მხოლოდ აგებული იყო იმ პროპაგანდაზე რომელიც ყოველთვის იყოს ანტისახელმწიფოებრივი ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი თუნდაც იმ მოიგონა რომ სამღვდელო თუ ვითომ და სამღვდელო და ეპისკოპოსი გახდებოდი თავიანთი სექტის წარმომადგენელი თუ გახდებოდი იქ რაღაც ჯარში აღარ წახვიდოდი და ეს ყველაფერი იყო ანუ სახელმწიფოებრივად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მისი მხრიდან თუნდაც ეს თქვენ რო გასაბერი ეკლესია ახსენეთ ხო მსგავსი ანუ ყველანაირად ცდილობდა რომ ფასეულობებს ანუ სახელმწიფო ფასეულობებს დაუპირისპირდეს და ეს არის აი ამის ესე ვთქვათ ამის ესე ვთქვათ შემქმნელი აი ამ იდეების აკუმულირება ხდება ამის საფუძველზე და შემდეგ ვიღაცები რა თქმა უნდა იყოლიებს ახალგაზრდებს ძირითადად ახალგაზრდებს იყოლიებს ხო აქედან გამომდინარე მე მიმართავ იაგო ხვიჩიას რომ შემირცხვენია შენაირი პოლიტიკოსი პირადად ვიძახი და აი მარაზმია რა მე ის მახსენდება როდესაც პატიმრის მშობლები იქ პარლამენტის წინ იდგნენ და რაღაც კონკრეტულს პატიმრების უფლებების დაცვას ითხოვდნენ და შენ ერთი ხმა არ მოგიღია ერთი პატიმრის უფლება არ დაგიცვავს და შემდეგ უკვე როდესაც დაინახე რომ ეს თემა შესაძლებელია აქტუალური ყოფილიყო შემდეგ დაიწყა ამ თემით სპეკულირება ანუ აქ უკვე შენი პირადი მე წარმოჩინდა რომ ყველანაირად ცდილობთ რომ არა თუ ისეთი აქტუალური თემები შეეხო რომელიც მართლაც საზოგადოების მნიშვნელოვანი არამედ ისეთ დროს და ისეთ მომენტში ცდილობ რომ ისეთ თემები შეეხო რომელიც საზოგადოების სენსიტიურია და ანტისახელმწიფოებრივია.